აი შემდგომ უკვე მეორე ტრაპეზზე, მესამე ტრაპეზზე, ნელ-ნელა აი მეორე ტრაპეზზე შეიძლება რაღაც იხმიო თუ კიდევ დამატებით. მესამე ტრაპეზზე კიდევ სხვა მრავალფეროვნებისთვის. და მაშინ ვერ ვიხდი მე ამ სიტყვებს. ვერ გავიგე, ვიფიქრე ალბათ ეს ბერებს ეკუთვნით მეტი, იმიტომ რომ ბერები უმეტესად ხორცს არ ჭამენ და ვიფიქრე ალბათ ბერებისთვის არ. მაგრამ მე მივხვდი ამ რაზე ამბობდა უწმინდეს, ესე იგი, როდესაც ჩვენ გავიხსნილებთ, აი, უნდა ეთქობა დიდი ყურადღება მივაქციოთ, იმიტომ რომ ყველაფერი გენატრება უკვე 50 დღე ხო, თითქმის მარხვა იყო და ყველაფერს ჭამ, თუ სუფრა მრავალფეროვანია. იქ ინდაუს გოჭ, ყველაფერს მოგეთ, ყველაფერს ჭამ და მე მძიმდები მართლა. მე არც ლოცვის თავი გაქვს და ძალიან მძიმდები, მით უმეტეს თუ ალკოჰოლის ზომაზე მეტი მიიღე. და ფიქრობდი, კაცო, ინდაურმა გადაარჩინა ამერიკა და ჩვენ ინდაურ და გოჭი ღუპავს მე. აი ესეთი ფიქრები მომივიდა. იმდენად დამძიმებული ვიყავ, რომ ხუთშაბათ საღამოს უკვე აღარ შეიძლება და დავიწყე რაღაცის წერა, თორე აი ქადაგებასაც ვეღარ წერდი და რა გამახსენდა, იცი? არწივები, თურმე არწივი ხო საოცრად, აი ამ ხელა მასა ესეთი ფრინველია, მეფე ფრინველთა და ძალიან სწრაფი, ძალიან სწრაფად დაფრინა. და თურმე აი ყაზბეგელებმა მითხრეს, როდესაცო დიდი დაკვლებია, ესე ცხრებს დაკლავენ, სხვადასხვა საკლავს დაკლავენ, გერგეთის სამე ვასთან ესე იგი, ეს თიელების წესია და იქ უამრავი ხორციაო, იმ დღეს არწივები მოდიან და იმ დღეს ჭამენო, რომ ვეღარ ფრინავ, ვეღარ დაფრინავ და მივლენ კლდესთან და გადავარდებიან, რომ აი ეს მე როგორმე ამ გადავარდნით დაფრინე. მე ისე ვეღარ ფრინავ. აი ძმანო და დანო, ჩვენ უნდა უდიდესი ყურადღება მივაქციოთ გახსნილებას და ამ დღეებში კი არ უნდა ვილოთოთ და კი არ უნდა ვძღებოდეთ, არამედ ვეცადოთ მაქსიმალურად ზომიერად მივიღოთ როგორც საჭმელი, ისე ღვინო. ასე რომ იმდენად დავძიმდი და სულიერადაც უკეთ უნდა გავხდი, კაცო. და უბრალოდ შემწყვა, რომ ამ წინვალე დღეებში რა მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ მოვიშველიე ივანე ოქროპირის სიტყვა, რომელმაც თლიანად გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან. რომელი სიტყვა მოვიშველიე? რომელიც წავიკითხეთ ალბომის დღეს, ფრაგმენტულად გავიმეორე. რომელი მიათერთმეტესა ჟამსა მოიწია, ნუ შეშინდები დაყოვნებასათვის. რამე თუ მრავალ მოწყალიას მეუფე ჩვენი და კაცმოყარა, შეიწყნარებს უკანასკნელთა ვითარცა პირველთა და შერთავს მათ პირველთათან. ესე იგი, ეს რას ნიშნავს? აი თუ ბოლო ჟამს მოხვა მარხვაში, ანუ ზოგმა ვერ იმართულა, ზოგი ბოლო კვირას მართულობს, ზოგი ბოლო სამ დღეს მართულობს, მაგრამ აი თუ შეინანე, თუ გულიანად მოხვა, გინდა პირველად მოსული უმარხულიაო და გინდა ბოლო დღეებში ნამარხულები ერთნაირად შეიწყალებს უფალი, ისეთი მოწყალიაო. მოღონა ეს იმას კი ანიშნავს, რომ ჩვენ ძალით მომავალში დავიწყოთ, უი რა კარგი ყოფილა, ამიტომ აღარ მიმარხულებ ბოლო მე-11 ჟამს, ანუ ბოლო დღეებს შევინახავ და თურმე იგივე ყოფილა, ესე არის. ეს ვინც უძლურებიდან მოხდა ისე, რომ ვერ მოახერხა მარხვა, მაგრამ შემდგომ მოახერხა ბოლო დღეების, ანუ ბოლო 11 ჟამს მოვიდა, ბოლო ჟამს მოვიდა, უფალი მას აპატიებს. და აი მე ეს გამოვიყენე და იგივე ხო შეიძლება თქვათ, რომ ვინც ვერ გაიხსნილა კარგად, ვინც დამძიმდა, მაინც ნუტირი გვეუბნება ოქროპირი, რამე თუ შეინანე შემდომელი ჩვენი გამოვწყინდა საფლავი. აი რომელმა იმარხა და რომელმან ვერ იმარხა, ყოველივე განსხრებოდეთ, ნუ ვინ ზრუნავს სიგლა ხაკესა თვისა. და მე გამახსენდა, რომ მე რო დამწუხდი ამ დღეებში და წუწუნებდი, არა, ოქროპირი გვეუბნება, შენ სიგლა ხაკეს ნუ ზრუნაო. რამე თუ გამოჩნდა ყოველთათვის სასუფეველი, ნუ ვინ გოდებს სოდვათა თვის და რამე თუ შემდობელი ჩვენი აღმობწყინდა საფლავი. ამ სიტყვებმა გამამხნევა და მე მოკლედ დავჯექი და აი რაც მოვიტანე დღეს და რასაც ვამბობ, აი ეს
გავწერე და გადმოგეცით თქვენ. ოღონდ მე მინდა ესე დავამთავრე. ერთი უმნიშვნელოვანესი შეგონებით იოანე ოქროპირის. იოანე ოქროპირი მიმართავს ქრისტიანებს და ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ ეს კარგად, განსაკუთრებით ამ დღეებში და საერთოდ ყოველთვის. ღმერთი ჩვენგან რაიმე მძიმეს და საძნელოს არ ითხოვს. არამედ მხოლოდ იმას, რომ მის კეთილდღეობას ვაღიარებდეთ. უკაცრავად, არამედ მხოლოდ იმას, რომ მის კეთილი მყოფელობას ვაღიარებდეთ და მას მადლობას ვწირავთ. აი რო გაიგონეთ, რომ რატო ამდენი აკრძალვა ღმერთმა ყველაფერი აგვიგზალა, განსაკუთრებით არის ხოლმე ეს ახალგაზრდობაში, არა ეკლესიაში. რა არის ეს სულ აკრძალვა და ასე ძნელია ქრისტიანობა, ეს ძალადობა, რელიგია, წვილი ის იმას არაფერი არ უნდა საერთოდ სულიერი და იმიტომ ლაპარაკობს, რომ ესე არ არის. ნახეთ, ღმერთი ჩვენგან რაიმე მძიმეს და საძნელოს არ ითხოვს, არამედ მხოლოდ იმას, რომ მის კეთილის ყოფილობას ვაღიარებდეთ და მას მადლობას ვწირავდეთ. თუმცა არა იმად, თითქოს იგი ამას საჭიროებს, რამე თუ იგი არაფერს საჭიროებს, არამედ რათა ამ გზით ვისწავლოთ სიკეთეთა მომნიჭებელის, ამ ღმერთის ჩვენსკენ მოზიდვა. ესე გაისურვო, რომ ვამბობ, მე რაღაცნაირად ფიქრობ, რომ დავიჩაგრე მე და ასე შემდეგ, რატომ ესე არ ხდება, სხვებს ღმერთი ბევრს აძლევს, მე არა, ასე თხოვს ეშვაკეული აზრები და ასე ღმერთის მადლს ვერ მოვიხვეჭა. ვერასოდეს ბოლომდე ესე დავჩერ. პირიქით, ესეთი რამ არასოდეს არ უნდა თქვა. პირიქით უნდა თქვა, თუ მოვა ესეთი შენს გონებაში, ღვთის განგებულებით იმას რაღაცა მიეცა, მე არ მომეცა. ღვთის განგებულებით და ასე შემდეგ. ყოველთვის ესე უნდა გავაკეთო და ყოველთვის უნდა ვთქვა მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. დიდება შენ ღმერთო და ამით იმ წამსვე მოიზიდა ღმერთს. ამას იტყვი ამ განწყობით იქნები და იმ წამსვე ღმერთის დახმარება შენთან. იმ წამსვე ღმერთის შენთან. და ნუ ვიქნებით უმადურნი, რამე თუ სწორედ ამით განვაწყობ ჩვენ დამო მეტი მზრუნველობისათვის. ვისაც გონებაში უტყუარად შეუცნია საკუთარი არარაობა, ხოლო მეორეს მხრივ ფიქრობს ღვთის გამოუთქმელს და უსაზღვრო კაც მოყარეობაზე, თუ როგორ აწყობ ჩვენ საქმეებს, არა იმის მიხედველი, თუ ვისი ღირსები ვართ, თორე ჩვენ თუ იმაზე ვისი ღირსები ვართ, ჯოჯოხეთის ღირსები. მაგრამ უფალი როგორ წყალობს. ამიტომ სულ უნდა ვმადლობდეთ და ჩვენი ცოდვების გამო, არამედ უფლის სახიერებისა, ვისაც ამგვარი სულიერი განწყობა აქვს, იგი ღმერთს ჭეშმარიტსა და სასიამოვნო სხვებს წირავს. და ძმანო და დამო, აღარ შეგაწყენ, გეტყვით, რომ თომა მოციქული არ იწამა დღეს თომა მოციქულის სენება. როდესაც 11-მა მოციქულმა უთხრა, ჩვენ გამოგვეცხადა ქრისტე აღმდგარ. მოციქულმა თომამ თქვა, სანამ მე არ გამომეცხადე და სანამ თიც არ ჩავყოფ მის ნალუსმელ ხელებში და ხელს არ ჩავყოფ ნაგმირავ ესე იგი ლახვით განგმირულ კერჩი, მანამდე არ ვიწამებ. მანამდე სანამ თომა ამას იტყოდა, თუ გახსოვთ კარგად, რა თქმა უნდა გახსოვთ, თუ კი არა, გახსოვთ კარგად, რომ არც 11 მოციქულს არ წავა. ამდგარი ქრისტე, როდესაც ენერგსაცხებელმა დედებმა მოუთხრეს ამის შესახებ, იმიტომ რომ მართლაც საოცარია ხა, როგორ მოკლეს, დაინახეს და აღსდგა ეს წარმოუდგენელი რამე იყო. ამიტომ მოციქულებს ეს არ წამდათ, სანამ არ იხილეს ამდგარი მაცხოვარი. ხო და აი ზოგიერთი ამბობს, კაცო სახარებაში წერია, რომ მოციქულებს რომ ევინავარო, ამხელა მოციქულებს არ წამდათ, სანამ არ ნახეს აღმდგარი მაცხოვარიო და აბა მე როგორ ვიწამო? არის ზოგიერთი უცუნო ამასა. ეს უგუნურება
იმიტომ ძმანო და დანო, რომ ჩვენ გვაქვს უფრო დიდი რამ, ვიდრე ამდგარი ქრისტეს გამოცხადება. ეს არის თვითონ ქრისტიანობის არსებობა. იმიტომ რომ თუ ქრისტე არ აღდგა, მაშინ ქრისტიანობა როგორ გავცელდა? გამორიცხულია, ეს არ გავცელდებოდა. ქრისტე იქვე ერთვეში ეს ამბავი თუ წვილიყო, დამთავრდებოდა, იქ აღარავის აღარ ემახსოვრდებოდა ის. და ეხლა ჩვენ ვხედავთ არამც თუ არ ახსოვთ ქრისტიანობა, მთელ მსოფლიოში ქრისტიანობის იწყება წელთაღრიცხვი. რაც არის ჭეშმარიტი დადასტურება იმისა, რომ ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე და ამ შიშარა ადამიანებს, მოციქულებს, რომლებიც იმდენად ეშინოდათ უკვე პეტრე გახსოვთ თქვენ, სამჯერ უარყო პეტრე, ყველაზე ძლიერმა და ყველაზე მამაცმა. სამჯერ უარყო ქრისტე, თუ ქრისტე არ აღდგა, როგორ წავიდა პეტრე, პავლე და ყველა და როგორ იქადაგა მთელ მსოფლიოში ქრისტიანობა. და უფრო მეტიც, ლაპარაკია ქრისტიანობაზე, რელიგიაზე, რომელიც თითქმის კი არა ასკეტურ დონემდე აყავს ადამიანს, მოითხოვს ასკეტურ ცხოვრებას, ხო? ვინ მიიღებდა ამას, მანოდადა? ვინ მიიღებდა ამ რელიგიას, რომ მოციქულებს არ ეკადაგა და სასწაულებით არ დაემტკიცებინათ ეს, რომ ქრისტიანს. და ჩვენ ვიცით საქმე მოციქულთაში. დრებს აღადგენდა და სასწაული იმიტომ წამდა, თორე როცა პავლე მოციქული ამბობს, ქრისტე აღსდგაო, ზოგს გაეცინა, მაგრამ როცა სასწაული მოახდინა და თვითონ პეტრემ და მოციქულებმა თვითონ აღადგინეს მტრები ქრისტეს სახელი, მერე მართლა იწევს. ასე რომ, ძმანო და დანო, არა გამოცხადება, წარმოიდგინეთ, მოციქულებს გამოეცხადათ, მაგრამ ჩვენ უფრო დიდი რამ გვაქვს. ქრისტიანობა. ან 21 საუკუნეში წარმოიდგინეთ. და ჩვენ ვხედავთ მთელ სოფლიოში, ნუ სწორად თუ არასწორად ეს სხვა თემა, მთელ სოფლიოში თითქმის ყველგან არის ქრისტეს დიდება. დავყვეთ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს, სამხრეთ ავსტრალია, სადაც გინდა, დიდი რუსეთი, ჩვენი პატარა საქართველო ღვთისმშობლის წინხვედრი და ასე შემდეგ ქრისტეს ადიდებდნენ. ასე რომ ეს არის დამადასტურებელი იმისა, უთხარი დადასტურება იმისა, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა. და როდესაც თომას გამოეცხადა მაცხოვარი, თომამ უთხრა, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. სად არიან ისინი, ვინც ამბობენ, გაათხოვებენ ზოგიერთს უმეცრებს, რომ სახარებაში არაფერი წერია ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ. ჩვენ ამ უმეცრებას თომა მოციქულის სიტყვებით უპასუხებთ და ჩვენც გავიმეორებთ თომას მსგავსად. უფალი ჩვენი და მერთი ჩვენი იესო ქრისტე. დიდება ქრისტეს. ქრისტე აღსდგა.